ზუგდიდში 70 წლის კაცმა მეზობელი მოკლა, დანაშაული დილით სოფელ ოქტომბერში მოხდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით 55 წლის კაცის მკვლელობის მოტივი მიწის გარშემო არსებული დავა გახდა. მეზობლებს შორის ამ თემაზე კონფლიქტი წარსულშიც არსებობდა. ამერიკის საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის საპატიმროში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ABC News-ის ინფორმაციით 43 წლის მამუკა ართმელიძე 50 ადამიანია, რომელიც ადგილზე პატიმრობისას გარდაიცვალა. ის თებერვალში დააკავეს და ლუიზიანას შტატში უინის სასჯელ აღსრულების ცენტრში 4 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. საქართველოს მოქალაქე უგონო მდგომარეობაში იპოვეს, ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. პოლონეთში საქართველოს 3 მოქალაქე სახლების გაქურდვის ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივი მედია წერს, რომ ისინი წინასწარ დაგეგმილად მოქმედებდნენ. საცხოვრებელი სახლებიდან იპარავდნენ ფულს, ოქროულობას, ტექნიკასა და სხვა აძვირფასეულობას. დაკავებულები 24, 45 და 50 წლის ქართველები არიან. სახელმწიფო უწყებები ავტომობილების იმპორტისას აქციის აღარ გადაიხდიან. ოცნებამ საგადასახადო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტის ავტორები ოცნების დეპუტატები შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობულაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი და მარიამ ლაშხი არიან.